დღეს 29 სექტემბერს ტელეკომპანია თრიალეთს დაგეგმილი ჰქონდა მერობის კანდიდატებს შორის დებატები ხაშურის მუნიციპალიტეტიდან. ორივე კანდიდატ შევთავაზეთ მონაწილეობა და მივეცით შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ამომრჩევლისთვის გაეცნო საკუთარი ხედვები და წინა საარჩევნო პროგრამა. ხაშურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მხოლოდ 2 კანდიდატი. დებატებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა, თუმცა მართველი პარტია ქართული ოცნების წარმომადგენელმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ჩვენი მზაობისა იმის გათვალისწინებით, რომ დებატების ფორმატი 2 ან მეტ კანდიდატ შორის პირდაპირ დისკუსიას მოიცავს, ერთპიროვნული გამოსვლა ვერ ჩაითვლებოდა დებატებად, რის გამოც გადაცემა ვერ შედგა. გაცნობებთ, რომ ხვალ 30 სექტემბერს ტელეკომპანია თრიალეთი მზად არის ეთერი დაუთმოს კასპის მერობის კანდიდატებს, თუ კი ისინი დებატებში მონაწილეობას დაადასტურებენ. მე დამიკავშირდა თრიალეთის ტელევიზია და შემოთავაზეს დებატები ჩემ კონკურენტთან. მე დავთანხმდი, მაგრამ ეს დამიკავშირდნენ მეორე და მითხრეს, რომ კონკურენტმა უარი განაცხადა ჩემთან დებატებში გამოსვლას. მინდოდა მელაპარაკა იმ პრობლემებზე, რაც ხაშურის რაიონშია დღევანდელი დღეობით, იმიტომ არის მოუწესრიგებლობა და უყურადღებობა ხალხის მიმართ.